რა როლი გქონდათ აქციებზე დარბევის დროს? რატომ არავინ არ არის დასჯილი, ადამიანებს აქვს თავი გადახსნილი? ეს ლეგიტიმური კითხვა არ გგონიათ? ანუ მოლოტოვი რო გასკდა, ეგრეთ წოდებული მოლოტოვი გავედით, ანუ დაიძახეს, ეხლა კონკრეტულად არ ვიცი, ვინ დაიძახა, რამ დაიძახა, ანუ ცეცხლი რო დაიძახეს, ცეცხლი გაჩნდა, გავედით და მოვახდინეთ რეაგირება ჩავახრეთ ცეცხლი. ვინისოლა ეს თქვენს მიმართულებით აღნიშნული მოლოტოვის კოქტეილი თუ არის თქვენს? არა, ფიზიკურად ვერ დავინახეთ. თქვენ რაიმე დაზიანება ხომ მიგეთ უშუალოდ მოლოტოვის შედეგად? არა, დაზიანება არ არის. დაახლოებით თქვენგან რამდენი მეტრში დავარდა აღნიშნული მოლოტოვის კოქტეილი? სადღაც 3-4 მეტრის რადიუსში. ეს 3-4 მეტრი გადაზომვით თქვენ ქონდათ აიმემს უბნს. არა, მიახლოებით. ან სუბიექტურია ვარაუდით. გვექცა აგრეთ წოდებული რობოკოპი და ქონდა დიდი ცეცხლმაქრები. ეს ცეცხლმაქრები შედის ჩვენს უშუალო მოვალეობაში, თუ მოქალაქეს დაემუქრება საფრთხე ან პოლიციელს ან ნებისმიერ პირს ვალდებულები ვართ ჩვენ ეს მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია. ვინისოლა ხომ არის? არა, ეგ არანაირად, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პიკეტია ნიღაბი, გვაქვს დამცავი საშუალებები შუშა, არის ფარების დგომა ჩვენი უშუალო სამსახურის მოვალეობა და იმის უკან გავარ ჩვენ. როცა საფრთხე წარმოიქმნება, ან საფრთხე დადგება, აქ შემთხვევაში ჩვენ ერთობით. დასაგებდეთ და არ დაგინახავთ ხმობა. რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ შემიძლია ის დაახსნათ. ნიკა, გავჩერდეთ თუ შეიძლება ერთი წუთით. აღნიშნულ საქმეში დაზარალებული სტატუსი გაქვთ. რა სახის დაზიანება მიიღეთ? რატომ მოგანიჭეს ეს სტატუსი? შეგიძლიათ მიპასუხოთ? დაზიანება არ გაქვთ მიღებული, თქვენ ასე ახსენეთ სასამართლო პროცესზე. ასე გადაჭრით შეგიძლიათ თქვათ, რომ მისი ნასროლი მოლოტოვის კოქტეილი მოგხვდათ? ბატონო ნიკა, 300-ზე მეტი ადამიანი არის დაზარალებული და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, მათ შორის გედედეს თანამშრომლების მხრიდან. თქვენი აზრით, დასჯილი რატომ არ არის ამ საქმეზე არავინ? მაღალი იყო ვიდრე მათი ადამიანი პოტენციური საფრთხის გამო შეიძლება 4-დან 7 წლამდე წავიდეს ციხეში და თქვენ ამ დროს ამბობთ, რომ დაზიანება არ გაქვთ მიღებული. ბატონო ნიკა, კითხვა, რატომ არ გიჩნდებათ? რატო არავინ არ არის დასჯილი? 300-ზე მეტი ადამიანი არის ნაცემი აქციაზე. მათ შორის გედედეს თანამშრომლების მხრიდან. რატომ არავინ არ არის დასჯილი? ამაზე კითხვა არ გაგიჩნდათ თქვენ? ლეგიტიმური კითხვა არ არის ის, რომ ადამიანი, რომელიც პოტენციურ საფრთხეზე ისაუბრეთ თქვენ აქ, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აი, რამდენი წუთის განმავლობაში შეგიძლიათ მითხრათ? თქვენ რა როლი გქონდათ აქციებზე დარბევის დროს? კითხვებზე პასუხს რატო აქვს? თქვენ ეზეთ ლეგიტიმური კითხვა არ არის ეს საზოგადოებას შეიძლება აწუხებს ეს კითხვები. მილიარდშიათ ბატონო ნიკოლოზ. 300 ადამიანზე მეტი არის გედედეს თანამშრომლების მიერ დაზიანებული. ამაზე კითხვა დასვით, რატომ არავინ არ არის დასჯილი? თქვენ კითხვა სამსახურეობრივ მოვალეობა შევასრულე ცეცხლი ჩავაქრე, მარია, ცეცხლი ჩავაქრე, მარია. მე მაინტერესებს თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია მაინტერესებს. ცეცხლი გაჩვენ, ცეცხლი ჩავაქრე. რატომ არავინ არ არის დასჯილი, ადამიანებს აქვს თავი გადახსნილი, სახიძვლები ჩამტვრეული, დასესხლიანებული არიან გედედეს თანამშრომლების მიერ. თქვენ კითხვა არ ვიცი, გენაცვალ, მე ცეცხლი ჩავაქრე, რომელიც გაჩვენ. მე მაინტერესებს თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია, კითხვა თუ დასვით, რატომ არავინ არ არის დასჯილი და პოტენციური საფრთხის გამო ადამიანს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეს ლეგიტიმური კითხვა არ გგონიათ?